დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა, ჩვენ ახლა ვიყოფებით ძალიან მშვენიერ ადგილას, სამას ხეობაში. მამა ისიდორესთან, სტუმრად, მამა ისიდორეს უკან ჩანს მონასტერი, დაარსებული წინამძღვარი გახლავთ მამა ისიდორე, ამ მონასტრის მადლი გვარავდეთ. ამ მშვენიერი ადგილის სიმდიდრე, რაც არის საქართველოს სიმდიდრე, სადაც ჩვენ ვიყოფებით, სადაც სამას ხეობა. და ლოცვილი გამყოლთ უფალმა და ვისაც არ გინახავთ, როგორც კი მონახავთ დროს, გირჩევთ რომ მოინახულოთ და მოილოცოთ. დღეს ბაბო ჩვენ სახარება წავიკითხეთ, სადაც ესეთი ორი წინადადება მინდა როგორც შევთანხმდით თქვა და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ ამ თემაზე. უფალი ეუბნება თავის მოციქულებს, ზოგადად ყველა მსვენელს, რომ ვინც მაღიაროს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარო იგი წინაშე მამაზეციერის წინაშეო და ვინც უარყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარყოფ მას ზეციური მამის წინაშე. აი მამი, თქვენ როგორ განმარტავდით, რა რჩევას მიცემდით ჩვენ საზოგადოებას ამ უფლის ამ წინადებათა მიმართებაში? უნდა ვაღიაროთ ყოველ ჩვენი ცხოვრების ნაბიჯზე, ყოველი ჩვენი სიტყვა იქნება ეს თუ საქმე იქნება უფლის ადიდებლად უნდა იყოს და უფლის მოსაწონად უნდა იყოს. ანუ ჩვენ ხან ცხოვრობთ რაღაცა ჩვენი პირადი მიზნებისთვის, ინტერესებისთვის და ეს ღმერთისთვის სათნო არის თუ არ არის, ამას არ უყურებთ და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიაზრუნოთ, ჯერ უფლისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი აზრი, გონება, ჩვენი მოქმედებები და შემდეგი უკვე მიწიერიზე უნდა იყოს, როგორც უფალი გვეუბნება, უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსაც, ცაცასა და ყოველივე დანარჩენი შეგეძინოთ და ხო და უნდა ვაღიაროთ ყველანაირად. ეხლა ჩვენ მარტო ის კი არა, რომ პირველი გადავიწეროთ და ქრისტიანები ვართ თქვათ და ჯვარი ვატაროთ. საქმით უნდა ვაღიაროთ. საქმით უნდა ვეცადოთ, რომ ასე რომ გავაკეთოთ ბაბა ბოდიში, რომ ჩაგეწერთ და როგორც არის საზოგადოების უმრავლესობა აკეთებს ასე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, რომ აი რაღაც პრობლემები რო არის ქვეყანაში, უზრუნველობის პროპაგანდა, სოფლებში ბავშვები აღარ არის, ქალაქში ქართული ლაპარაკი აღარ გვესმის, აი მე საფრთხეს ვერ შევხვდი და მე მივალ ეკლესიაში და აი მე მაპატიოფალ. აი ეს ადამიანთა წინაშე ქრისტეს აღიარება არის თუ ქრისტეს უარყოფა? რა თქმა უნდა, ეს არის გულგრილი დამოკიდებულება, ეხლა და უფალი ამბობს, რომ ამბობ განთხევ ჩემი პირიდან, რომ არც თბილი ხარო და არც ცივი ხარო, არც ცხელი ხარ და არც ცივი ხარო და ჩემი პირიდან ამოგანთხევ. ეს უფრო საძულველია ღმერთის წინაშე. როცა ქვეყანა იღუპება, ჩვენ ახლა პატრიარქისგან გვაქვს ხო და ანდერძად დატოვებული, რომ ღმერთი სამშობლო ადამიანი და რო შეხედა ყველგან ეს ლოზუნგი არის გამოკრული დღეს და პატრიარქის გარდაცვალების მერე ყველა ამას იმეორებს, მაგრამ ეს საქმით უნდა გამოიხატოს, მარტო სიტყვით კი არა, რომ ღმერთი სამშობლო ადამიანი კი ბატონო ხო, მაგრამ ღმერთს უნდა სამშობლოს რითი უნდა ვემსახუროთ, იმით რომ მიწა გავყიდოთ და იმით რომ ქვეყანა გარყვნათ და ქართველი გავაქციოთ აქედან. უნდა ვემსახუროთ იმით რომ ქვეყანა უნდა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიწა არ დავკარგოთ და ჩვენ ვართ დროებით ხო ამ ის ცელები ვართ, როგორც ჩვენ დაგვიტოვეს მომწინა თაობა. ასეთ ბაბაო და 300 არაგველი არის წმინდანად შერაცხული. 300 არაგველი სისხლი დაიქცა, ნუ ჩვენი წმინდანების სისხლი დაიქცა კწანიში. კი ბატონო. და კწანიში ახლა უნდა აშენდეს, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა აშენდეს არაბული ქალაქები. და ეს არის თუ არა ღვთის უარყოფა და არის თუ არა ეს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისადმი რბილად რო თქვა უდიერი დამოკიდებულება მამაო. კი მამაო, ნამდვილად მასე არის. ნამდვილად მასე არის რა, ეს არის რა ვიცი, თან ქრისტეს ემსახურო და თან ეშმაკებს ემსახურო, ესეთი რაღაცა საძულველია. აი ისევ იმ ადგილზე გვეუბნება უფალი, მაგასო ჯობიაო, ნელთბილ ყოფნასო ჯობიაო, ან ცხელი იყო და ან ცივი იყო. აი ეს უმეცრებით თუ მოზდის ადამიანს კიდე არაუშავს, ღმერთმა შეიძლება აპატიოს და მომავალში რაღაცა მოექცეს სწორადზე, მაგრამ ამასო შეგნებულად იცი და ახმას არიღებ, რომ იცი რომ ამას რა მოყვება და მაინც არ ამბობა რა. ეს საშინელებაა. იმიტომ რომ პირადი კეთილდღეობა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდოდეს. კი ბატონო, კი. და აქ დღევანდელი წაკითხული სახარებიდან გამომდინარე, რომ ვინც მაღიაროს მე ადამიანთა წინაშე ნიშნავს, ზუსტად ეს არის. რომ უნდა ვაღიაროთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს ქრისტეს მიწა, ღვთისმშობლის მიწა. აქ არ შეიძლება სხვა რამ გაკეთდეს გარდა მართლმადიდებლურისა და ქართულისა.
300 არაგველის წმინდანების სისხლია იქ. და ამათი სულის შეურაცხყოფაა. და რამდენჯერაც სარწმუნოების შეურაცხყოფაა. სარწმუნოების შეურაცხყოფაა და გაჩუმება და ამ ყველაფრის ამ შემთხვევაში ჩუმად ვიყო და ეკლესიაში დავდიოდეთ, მით უმეტეს თან შაშვი ბარტყებივით პირს ვაღებდეთ ზიარებაზე. დიდი ალბათობით ეს ზიარება შეიძლება საჯელად გვექცეს. იმიტომ ცეცხლია ის დამწველი, სიწმინდე. ვინც მაღიეროს მეც ვაღიერო წინაშე მამაზე ციერის წინაშე და აქ ერთი წინადადებას მეც ვიტყვი მამაო, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ და თუ გვექნება სწორებით ვიცხოვრებთ ისე რომ უფლის სახელი განვადიდოთ. და ნახე სხვა ადგილზე ამბობს უფალი კიდე ისე იცხოვრეთო, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, რომ თქვენი შემხედვარე წარმართება უნდა აქონ ღმერთი. ისე უნდა იცხოვრო ქრისტიანმა, რომ შენი შემხედვარე სხვებმა ქრისტე განადიდონ. და აი ამას თუ კი აკეთებ ადამიანია, თუ კი ამას მით უმეტეს ერი აკეთებს, ასეთი ერზე გარდამოედინება ღვთის მადლი. აი პირდაპირ დღევანდელი წაკითხვის სახარება ზუსტად ამას ამბობს მამაო, რომ ვინას მაღიაროს მე წინაშე კაცს და მეც ვაღიარო იგი მამაზე ციერის წინაშეო. და ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უარყოფთ ქრისტეს და ჩუმად ვიქნებით ჩვენი სადილის გამო, პირადი კეთილდღეობის გამო, თუ უბრალოდ დავაფიქსირებთ, უბრალოდ აქ ლაპარაკი არ არის, მამაო, ობის დაწყებას ღმერთმა დაგვიფეროს და წინააღმდეგობას უნდა ვთქვათ სათქმელი, ქართველებო, უნდა ვთქვათ სათქმელი, რომ საქართველოში რამდენადაც შეუძლებელი ჩანდეს ეს ყველაფერი. ჩვენ უფლის იმედი უნდა გქონდეს და კი ბატონო. სწორედ ამ სიტყვებთან რომ მეც ვაღიარებ, მაგრამ ღმერთი დაგვეხმარება. თავად ჩვენ ვთქვათ და ვიმოქმედოთ და ვეცადოთ, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ და შევინარჩუნოთ და კი შეუძლებელი ჩანს, მაგრამ ღმერთის შეწევნის ეს ძალიან ადვილად შესაძლებელი იქნება. თავარია ღმერთის სახელით ერთად დავდგეთ და ვეცადოთ და ვიბრძოლოთ საქართველოს. კაცთათვის შეუძლებელი, უფლისთვის შესაძლებელი არის. პირდაპირ ამბობს წერია წმინდა წერილში. თავარია ჩვენი სურვილი და ნება დანარჩენს ღმერთი მიხედავს. აი მინდა მამაო, აი მადლობა ღმერთს, მამი, ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ აი მიაქციეთ ყურადღება მონასტერი ჩანს იქ. ვინასაც არ მოგილოციათ, ჩემო ქართველებო, ქრისტიანებო, ძამას ხეობაში, რომელი ანდრია პირველწოდებულის სახელობის. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი, მამა ისიდორე ოქროპირიძე წინამძღვარი, მოილოცეთ და საოცარ ბუნებასაც ნახავთ კიდე ასე. ვილოცოთ და ვიბრძოლოთ, რომ როგორც პატრიარქმა თქვა, ჩვენი 60-ით ლამაზი ქვეყანაო, მართლა 60-ით ლამაზი ქვეყანა შეხედავთ, უცხოტომელებს არ დარჩეთ. 60 უცხოტომელებს რო არ დარჩეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მამაო. მადლობა თქვენ მოსმენისთვის.